მარიკა ჯერი, დაიცანით? ჩვენი ოფისის ახალი მენეჯერი. ძალიან სასიამოვნო, მე მარიკა ვარ გაყიდვების დეპარტამენტიდან. მე ჯეი ვარ და ეხლა მე შემოგვიდგა ლეპტოპს. ხარიც რა არის? რა უნდა მოიფიქროთ, თუ გჭირდებათ ფული ვისეს ხოცადნო. ვაიმე, რაღაცას მოვიფიქრეთ ხო, გითხარი, დამაცადე რა, ფიქრი მაინც დამაცადე რა. Control. Happy anti-lava. Yeah. Kabuldan tabii konsantrasyon kamanı. Nasıl? Alo. Ey. Da. Ho. გამოდივარ ეხლა და 20 წუთში ვიქნები რა. Ბაი, რატო ადექი ესე ადრე? არ მიცინია. კარგი რა, ნერვიულობით რას უშველი. არა, მაინც ვერ ხვდები ეს როგორ გამიკეთეს რა. დაწყლადი ახლა და ისაუზმე, ჩაის დაკისხა. დავლევ ხო? არა და როგორ მეხმარებოდნენ ორივე. ცა დაივიწყე ეგენი. და ჭამე, აიყიყლიყო. Masალია რეკავს. ხოლია. კი, გვიძავს. აი, მოდი. 5 წუთში მანდვარო. ხალხ უნდა დამოსვა. მოთხარი არ გინდა თქო. ეხა ვიღარ ისვენებს. კაი, მე ვაკოს გავაღვიძებ მაშინ. აკო. მადექი. მძინავს. რა გძინავ, შედი ჩემს ოთახში დაწექი. ვაი რა. ლია უნდა მოვიდეს, ადექი ახლა დროზე. მიდი. ვაკოც როგორ შევაწუხილო. რატო შეწუხდა ერთი ღამე თავის ოთახში რო არ ეძინა? ნანა დაიდეს როგორ ნერვიულობდა. ბაია, დაწყნარდი და მაგაზე ნუ ფიქრობ შენ. კარგი? აი, ლია იქნება გავაღებ. მოდი ლია, ნაშვებით. ყავს დალე? კი, დავლე. როგორ ახარ ბაია? დაიწყე ეხა და თავიდან ბოლომდე მომიყევი ყველაფერი როგორ იყო. ლია თავი და ბოლო არ ვიცი, მაგრამ სახლში მივედი და კარები დამხვდა დაკეტილი. დაუსინდისოები ესენი. მერე
მე ვიფიქრე რაღაც გაიჭედა თქო. მინდოდა რომ გამეხსნა, ვაწვალებდი, მაგრამ საკეტი იყო გამოცვლილი. ამ წვალებაში უყურებ რომ კარები შიგნიდან იღება. დედა არ გამაგიჟო ეხლა ბაია. შემეშინდა. მარინა და ლალი დამხვდნენ. ვერაფერი ვერ გავიგე რა. მოიცა ეხლა ეგენი უკვე ცხოვრობენ იმ სახლში? რაც წამოვედი კი. თალიკო ჩვენი ნათესავი იყო და ეს სახლი ჩვენია. და ის თალიკო ავათ რო იყო და მომვლელი რო არავინ არ ყავდა, მაშინ სად იყვნენ ეგენი? არა, გამაგებინეთ ხალხო, როგორ არის ეგ სახლი მაგათი, ნუ? თალიკო რო დაიკარგა და მაგათთან მივიდა გახსოვს. ნუ რა ამერე? ხო და მეორედ რომ მივიდა ხელი მოაწერინეს ანდერძზე. ანდერძზე? მართლა? ხო აბა თალიკო სხვა დროს მარტო არ ყოფილალია. მოიცად და შენ ნახე ანდერძი? კი მაჩვენეს. და მართლა თალიკოს ხელმოწერაა იქ? ხოლია. არა, გავგიშდები, ნუ, აი მართლა გავგიშდები და რას აპირებ ახლა? რა ვიცი, რა უნდა ვქნა? რა უნდა ქნა და უნდა უჩივლო, გენაცვალე. და რაც შენია, უნდა დაიბრუნო. აზრი აქვს? მომისმინებაია. ეგ სახლი თუ არ გინდა, მაშინ ტირილსაც მოეშვირა ერთი შენი ჭირიმე რა და თუ გინდა, მაშინ დღესვე, აი ეხლავე უნდა მიმართო სასამართლოს. ბაია, ნუცას ქმარი რო აკაკი, ხო იცი? ეგ არის ადვოკატი, დაურეკავ და დაგვეხმარება, გინდა? აჰა. გინდა თუ არ გინდა? გალენჩდა ეხლა ისევ რა. კი, მინდა. დღეს მეწავალ და დაველაპარაკები. ნახონ რომ არ არის უპატრონო. ნათესავები. ტოჟე мне ნათესავები. წამოყვები. მოიცეთ შენ ჭირიმე რა, რას გააკეთებ მე, მოგეშლებათ ყველა ნერვები. მე წამოვალია მე. წამოდი. დოსტან შეწება? ეხლა მოვედი სასამართლოში. სასამართლო და აბა დაკითხვა. დაკითხვა გუშინ იყო. დღეს უკვე სასამართლო. აუშვა როგორ არის? როგორ იქნება ელენა? საცოდაობა იყო. აუ რა დღეში ჩაიგდოთ, აბა ჩურჩუტი გოგო არა. აბა იქ ისეთი ამბავი. ყველა ხოტირებდა. აი საშინელი რა, ერთი სული მქონდა, როდის წავედით იქით. რა ორგანოზე სასამართლოზე? მაშინ წინასწარი შეუფარდეს. რამდენი? მოდენიმე თვე 2 თუ 3. და უკვე ციხეში გადაიყვანეს? ხო, აბა სახში ხوار გაუშვებდნენ ელენე. რა ვიცი. არა, შეიძლებოდა გირავათი გამოეშვათ, მაგრამ ნუ აი ვინ გადაიხდით და ხა გირავას ოჯახში თავისი თავი გაჭიროებიათ რა. ისე ვინერვიულო თავი ნისკადე. გინდა ყავს გიკეთებ. აუნეთი. კი ხო. და რუსთან ბოლო რა შეიძლება ბრალი? რამოდენიმე მუხლია, ხა ესე იგი ჯგუფური დანაშაული, რაც ახეზეა, ხო? საბუთების გაყალბება და დამნაშავის დამოვა. ხო, რამდენია, ხო? ხო, მაგრამ ხა კიდე მიდის გამოძიება და არ ვიცი რამდენს დაუტოვებ. და ის ბიჭი ვერ იპოვეს? არა, იმის რა სიპოვებიანის წასულია უკვე ქვეყნიდან. აქამდე გამოჩნდებოდა. ხო. შენ და ძალიან ხوار გაუჩარიჩა გოგოს. რა ვიცი, არაფერი არა გამორიცხული. აი მე საწყალია. მადლობა, დოიაფრის. რა ხდება აქ მითხარით ახლა? ხო, მაგაზეც გვინდა და დალაპარაკება ჩვენ. მის ეცი რა კლიენტებს ვეღარ ავდივართ. მართლა. ეს იას კლიენტები, ხო? ხო, ნუ ზოგიერთი გურით ადრე იყო ჩაწერილი და რა ვქნათ? დრაშვებით მე ხა როგორ უყურებთ? მე ძირითადად თმაზე ვარ, სულ ელენე ფრჩხილზე, მაგრამ ესე დიდხანს ვერ გავკაჩავ. ხო, არა, რაღაც უნდა მოვიფიქროთ რა. ხო, დიცი ავიფიქრეთ, ჩვენ იქ ავიყვანოთ ვინმე. ხო, კაი აზრია. კი, აი ეს საქმე რო იცოდეს ეგეთი და გეგულებათ ვინმე ეგეთი? მე კი ვიცნობ ერთ-ორ კარგ სპეციალისტს, აი თბილისში ყველა იცნობს, მაგრამ არ მგონია რომ წამოვიდნენ ახლა.
ჩვენ აქეთ მაინც დაელაპარაკე და უკეთესი პირობები შესთავაზ. ვწდი. ცადე. მეც რაღაცას გავიკითხავ რა. აი მე თავისა მტკივარ რა. აი მანამდე რა სიზავ. არა, მანამდე მოვახერხებთ რამის, მაგრამ სწრაფად თუ არ ქენით და ვინმე თუ არ უშოთ, არ ვიცი. მეც გავიკითხა. გავა რამე კლიენტი მყავს და მივხედავ ხო? მეც მოვდივარ, მეც ხატო. მიდით გოგოებო, რა თქვენ? რაღაცა დაგვიწევთ. ბიჭო. შენი ტურფა რა საკეთებს, ა? ვიკა? ვიოლეტა. აი მუშაობს რა. ეხლა რა გამოგივიდა, ბიჭო? მაგრად მიყვარს. მართლა? აბა ბალღი ვარ 15 წლისა ვიტყუებოდ ეგაც შე რა გამოგივიდა. მე? იმან თუ იცი. ხოდა კიდე უთხარი შეც რა. ჰა? იმას არ უყვარ ხარ? მიდი დააჩუქე რამე, ა? აი მაგაზე ვფიქრობ ზუსტად, ხო იცი? ხოდა კიდე ბევრი ყვავილები აჩუქე. ყვავილები? ყვავილები რა, ვარდები, აი, ნიკომ რო ხნა რა. აბა ნიკო. ფიროსმანი. თმიან გოგიას ბიჭი ნიკო, შენ რაღა ჭირიგეც, ა? კაი აზრია. კაი კი ამარა, ბევრი ფული უნდა. ერთი არ გაქვს. ნუ დარასპარნიკი. არა. რა არ გააკეთო. ალიკას რო უნდა და შეყვარებულის ვარდები გახსოვს? მერე? მერე რო გამოვეკიდა, მარილიანეთობით კიდევ კარგი ვერ გაარტყა. მერე ხომ მოიყვანა მაინც ის გოგო? არა, ბიჭო, არა. კიდევ კარგი არ მაიყვანა. რატო? ბოზი გამოდგა. ურა დღეში ვარ. ეგრე მაგრად მიყვარს ბიჭო. ჰა? მაინც ეს შაურმა შემაჭამე ბოლომდე. ჩავიდეთ ჯინვალში და ჩამოვიდეთ. მე ვიცი მაგნაირ კალაკელ გოგოებს რაც მოსწონთ. ჰა? ჰა. ისმე ზუკა. თათია როგორ ხარ? კარგი, შენ როგორ ხარ? საკაიფო. ხარ გასა? არა, ჯერ არ მაცდენ. ზუკა, მადლობა მინდა და მეთქვა. თან კაი საჩუქარი იყო. მოგეწონა? კი, ყურადღებიანი ბიჭი ხარ. როგორც იქნა შენგან კომპლიმენტი დავიმსახურე. და შეგიძლია რომ შევხვდეთ? კი, შეგვიძლია კი არა, აუცილებელიც ხარ. კაი, მაშინ სამსახურის მერე შეგეხმიანებ, კარგი? ოკეი, მე სუმცალია, ხო ეს? კა. უკაცრავად დავაგვიანე. არა, მეც ხუთი წუთია რაც მოვა. ესე იგი შენის თანაპუნქტუალური უნდა იყოს ყველა ჟურნალისტი რა. ნიუსრუმში ისეთი ამბავია ძლივს გამოვედი. დაჭამეს ერთმანეთი. აბა, რამ შეგაწუხა? მოკლედ რაღაც საქმე მაქვს. ის ჯერ ის თუ ნახე გუში რაც გამოგიგზავნე. კი, კარგია. არ მომწერია? არა, არ მომსვლია პასუხი და იმიტომ ვკითხე. ძალიან კარგია, როგორც ყოველთვის. ხვალგელ ნომერში იქნება. კარგია, მიხარია და რაც დღეს გამოგიგზავნე? დღესაც გამომიგზავნე რა? კი, და მინდა რომ ნახო რა. კარგი, ნახავ ერთი წუთით. კი, აგერ არის. მოკლედ, ჩემით გადავწყვიტე რომ მე მუშავა ამ თემაზე, იმიტომ რომ ძალიან დამაინტერესა და თან აქტუალური თემაა და რატომაც არა. საგებია. მოკლედ გადავიკითხე და არა თათია. ჩვენ ასე ვერ მუშაობთ. ასე როგორ? ეს თემა ჩვენ წინა ნომერში გვქონდა. და საკმაოდ კარგი გამოხმაურებაც ჰქონდა. გამოხმაურება მოყვებოდა, აბა რა იქნებოდა აქტუალური თემაა. ჩვეულებრივ მშენებლობებზე, სადაც ათასობით ადამიანი მუშაობს, იქ ხალხი იხოცება, კონტრაქტებს არ უფორმებენ, ხელფასებს არ აძლევენ.
და შენ მეუბნები, რომ 3 გვერდიანი სტატიით ამოიწურება ეს თემა? არა, რა თქმა უნდა, არ მოიწურება. ადრეც გითხარი, ამ თემას თუ გატევი, საწერი არ გამოილევა. მაგრამ მარტო ამაზე ხომ არ ვიმუშავებთ. მე ვალდებული ვარ, რომ ეს თემა დავწერო. შენ ვალდებული ხარ დაწერო ის, რასაც მე გეტყვი. აი ამის დაწერა მე შენთვის არ მithოვია. რა საინტერესოა. რატო გაურბი ხარ ამ თემას? რა ხდება, რა მიზეზია? არავითარი მიზეზი არ არსებობს. კი ბატონო, სტატია შენ გაქვს და როგორც გინდა ისე მოიქეცი. მაგრამ მე ამ სტატიას აქ თუ არა სხვაგან მაინც დამიბეჭდავენ. დადია, დაჯექი ერთი წუთით. კარგი. მომისმინე. ახლა ეთიკაზე და რაღაცეებზე ლაპარაკი არ გვინდა. უბრალოდ გაითვალისწინე რას წარმოადგენ აქ. შენ ახლა ჟურნალისტი. მე კიდე შენი უფროსი. დაგიქირავე და იმას დაწერ, რასაც გეტყვი. თუ კარგი თემა გექნება და გითხარი რომ კარგია, მაშინ დაწერ. თუ არა და აი ასე. თავზე ნუ გადამახტები, გასაგებია? თავზე გადახტომა რა შუაშია. მე ჩავთვალე საჭიროდ რომ დამეწერა და დავწერე კიდევაც. კარგი. მაშინ მეც ისე მოვიქცევი, როგორც ჩავთვლი საჭიროდ, ხო? შენ გეუბნები. უკვე 15 წუთია. ხო? მე მეგონა მთელი 1 საათი დავიგვიანე. აბა რა ხდება? ამჯერად ისეთი არაფერი, უბრალოდ გეუბნებოდი, როდის მოხვიდოდი და შევიგებოდი შენი მოვალეობების შესრულებას. მოკლედ, აი ამაზე ვერ მომწერე. გადავიდიხო? არა, ესეთი. რა ვიცი ისე კითხე. მე ეჭვება რამე გაიგო ისეთი სპეციფიური ენითაა ნაწერი. ხო, მე ხო სულ რაღაც 2 დღე არის მუშაობა დავიწყე კლინიკაში. გმადლობთ. აბა რა ხდება კლინიკაში? რა ვიცი, ისეთი არაფერი. აღრიცხვის ფურცლებს გადავხედე. მერე? კმაყოფილი ხარ? ხოჭა. კარგად იმუშავე. აი ასე თუ გააგრძელება რა კლინიკა სახელმწიფო ბიუჯეტს დაზოგავს. რას ქვია დაზოგავს? ეს გაცდენები, დაგვიანება, ხომ და ისახოს როგორმე მათ ანაზღაურებაზე რა. და ეს ცოტა ადრე რო გეთქვა არა? აი ადრე რომ მეთქვა. ისევე დააფარებდი ყველას ხელს, როგორც ჩემს მეგობრებს აფარებ. რას ქვია ხელს ვაფარებ? დაგვიანებენ აცდენენ, აი მაგალითად ბაი. აუ, ბაიაზე ნუ მელაპარაკები ძალიან ხო, ვიცი რა დაემართა? აი, მის მოხუცი რო ყავდა, ხო იცი, ეხლა რო გარდაიცვალა. იმის მშობლებმა, კერდა ნათესავებმა არ მაინტერესებს ბაიას პირადი პრობლემები. ხო, მაგრამ ხომ და იცოდი არა, რატო არ დადიოდა და რატო აცდნენ და იმ ქალის ნათესავები. ბაიას პირადი ცხოვრება არის თავის საქმე და არა ჩემი. გესმის? შენ მომებუდები რა ვიღაც ბაიას გამო რა. ბაია ჩემი მეგობარია. რა მნიშვნელობა აქვს? მომებუცხები რა. კარგი, მაშინ ერთი პირობით. პირობებს მომიგებ. კარგი? კინოს ბილეთები მაქვს და დღეს საღამოს წავიდეთ რა. სულფო, რითული გაიგე, არ შემიძლია თეატრებში და კინოებში სიარული, აი მე რამდენად მეუბნები უარს თიტო? ნუ არ ვიცი, მაგრამ რაც არ მინდა, იმას არ ვაკეთებ. კარგი. მოადგილე კიდე გჭირდება თუ შეიძლება ჩემ კაბინეტში ვიყო? სულფო, მომებუდები რა. თუ მოვრჩით, ჩემს კაბინეტში ვიქნებ. ჩვენ? როგორ მოგწონს საკაურო? ძალიან. ხო არ მithme არ მოგწონს. არა, მართლა ძალიან მოგწონს. კაროჯო ბაკა. აუ, რამდენი ხარია გესეფარეთ.
როდ დაგერიკა? იცი რა არის ტელეფონი დავკარგე. გეხვეწები პროგრამით მოვყოლინე რა. როგორ ხარ შვილებუთ რა. აი წარმოდგენაც არ მაქვს. გაპოვნინებ. ოღონდ პირობით. სახლი უნდა გამიყიდო სამაგად. აუ კარგი რა რომ არ გეზარება. კარგი ხო, კარგი მაშინ წამოყვევი საჭიროა. ჯერ ტელეფონი მოვყოლინე. მართლა რო არ გავდე რა. გინდა მონაცემები გითხრა? ზეპირად ვიცი ვარ. მაგრამ როგორია მეორე სამშობლო რა? კარგი ძალიან. იტყუება წაგამოვნებდა მეზიზღება ქაურობა ვერ ვიტანო просто აწყვასო. რა მომწონდა. იცი რა მითხრარი? საჭმელად იყავით უკვე? ჯერ არა. წავი ჩვენთან ერთად. კარგი, სად მიდიხართ? აქვე კაი კაფეა ძალიან და ჩავიდეთ ხო? კარგი. მაგ შენ ტელეფონი შესპაგიდაზე. დენი ხანი ვერ იქნება. Помощь. დავით. აუ მარიკა, ხვალ მოგცემ რა საჩუქრის ფულს. კი, რა პრობლემა? ისმენთ? მოკო მე ვარ გამარჯობა. გამარჯობა. გადაღებაზე გირეკა. კი, მზად ვარ გეულდებით. დღეს გადავდეთ ამამიჩი ვერ გადავდეთ. კარგი. კარგი დაგირეკავ საღამოს მოგცალია. კი, რა თქმა უნდა. კარგი დროებით. კარგად. აი რა. ვა, რა შვები, ცოცხალი ხარ ძმობას გაფიცე? გაურა მაგრამ მომენატრე. ბიჭო მე ძალიან მაგრამ დამიკიდეთ ხო კაროჩი შენ და რატი მე? კაი რა შეჩემ რა შვება რატი ვაფშე რა ჩალიჭო. რა გამოჩენილა ორ სიტყვას მოგწერს იქ ვარ სწავლო ბიბლიოთეკაში ვარ და ვშევაში. აჰა, უეჭველი ვიცოდი რომ ეგრე იქნებოდა ძმაო ჩაჟდა ეხა იმაში ბიბლიოთეკაში და აღარ გამოდის ხო? არცალია რა ჯიგარ ჩვენთვის. ბიჭო შე რა შვები რა ჩალიჭო ფე? სალი მითხრა რაღაცა გადაღებებზე და საღოლ ძმაო ძალიან მაგარია. შეო იცი ვაფშე არ ვაპირებდი მაგრამ ეგრე აეწყო რა. რა გინდა ძალიან მაგარია შეჩემა თან იმენას ვეს დახარ რა მაშოსაც ხვდები. რა შეიძლება შვები გასწო რა ვარსა? აუ ძმაო აი ძალიან მაგარი იყო რა იმენა სასწაული ქალაქი. აი ეგეთი ქალაქი არ ვიცი პროსტა არ მინახავს აი ძალიან მაგარია რა. ბიჭო და კამპნაუზე იყავი? იასნია შეჩემა იასნია მაგრამ თამაში არ იყო პროსტა თორე უეჭველი ბილეთებსაც ვიჩალიჭე. აი ძალიან მაგრა გამისწორდა პროსტა აი სასწაული ქალაქი. შე რა შვები რა ჩალიჭო პროდის მოდიხარ? ბიჭო ჯერ ვერა რა. რატო? გავჩი რაღაც სამსახურის პონტი გაიჩიტა და უნდა დავრჩი რა ცოტა ხანი. რა პონჩი? ბიჭო, კაროჩე რაღაც სამსახურის პონტი არა, ჩემ ბიძაშვილს ხო ის აქ ბიზნესები აქვს, აქ საკაიფო რა, რაღაც ქართული რესტორნები აქვს და კაროჩე ერთ-ერთ რესტორანს მაბარებს რა. ხო და ავი რა ვიქნები, კაროჩე ვიმუშავებ, кайფულსაც დავითრევ და მერე ჩამოვა. ძალიან მაგარია თო ბაზარია რა. მაგრამ სალის უთხარი? არა, არ მithქვამს და აი წარმოდგენა არ მაქვს, просто როგორ უთხარ. ხო იცი, მაგრამ გაუტყდება. ბიჭო, ვიცი ხო, ვიცი შეჩემო. ჯერ ბარსელონას ამბავი ისე გაუტყდა, რომ რავი და ეხა ამაზე ვაფშე გაგიჟდება შეჩემო. მაგრამ ხო ხდები ეხა ჩემი სიტუაციაც ხო გესმის არა, რომ ჩამოვიდე მან რა ათმობას გაგიჭე.
ისევ უნდა ვიყო და აი ფულზე უნდა ვიჩალიჩო და მან და სუფრულის პრობლემა არ მქონდა. ბიჭო რა ой ბაზარ შენი საქმე შენიცი რა პროსა ხო იცი მაგრამ რა გაუტყდება. ვიცი ვაკო ვიცი და სწავლა? სწავლა აი რა სწავლა შეშოდის იყო სწავლობდი. აკადემიურს ავიღებ რა და თუ რამე ბოლო დავიკიდებ და აი რა. ო ბაზარია რა. ხო და კაროჩე ეგეთ რამეს ხელიდან ვერ გავუშვებ რა. ბიჭო ეხა უნდა გავიდე მე რა. რესტორანში რა უნდა დავხედო რა ხდება რამე და მე და გაგიეკავ რა. хорошо. ავაი შეგეხმიანები რა. მიდი შენიც. ავაი. დავაი კოცი. Ani! ტელეფონზე რო გირეკავ, რატო არ მპასუხო? რატო არ მელაპარაკები, რაც ბავშვო? რა უნდა გელაპარაკო, ბექა? ერთი წამი ჩამოდი რა მაგ ველოსიპედიდან და ვილაპარაკოთ. რაღაც მინდა რომ გითხრა. გისმენ. ჯერას მესწერუები ვერ გავიგე. მაგისაც მოხდი? არა, წამოდა დავჯდეთ საათმე და ვილაპარაკოთ ნორმალურად. მომისმინე, რამის თქვა თუ გინდა, აქ მითხარ და მე შენთან ერთად წამოსვლას არ შედაბობერებ. გამარჯობა. აუმარჯოს. გოგოს ველაპარაკები, რა პრობლემა უნდა იყოს? სხვათა შორის ამ გოგოს სახელი ქვია რა. ზაგას მომისმინე, გოგოს ველაპარაკები. რამე პრობლემაა? ეს გოგო ჩემი შეყვარებულია რა. გაიგე? კიდე რამე პრობლემაა? არა, არ ვიცოდი. ხო, დავიშალეთ მაშინ რა. არ ვიცოდი. შევს. ხო გეუბნები მოეწონება მეთქი ბიჭო რა. წავედით ბიჭო. იქნება შეწახვედი რა. არა რატო ავიდეთ დავუტოვებ კარტა და წამოვიდეთ უკან. ბიჭო მე რას გაიგებს ვისგან არის რა? მაგასაც ახლა იმდენი ისაკავს რა შემწუხებელი რა. კაი წამოდი. მოვიდეთ და წავედით ბიჭო. ხო ეს არის. კი. რამდენი ეს არის? აბა კარები არ მახსოვსო. ეს არის, გამახსენე, ეს არის, კარგი. შენ დააკაკუნე, მე წავალ ლიფტს გავაჩერე. კარგი, წავედი. ხო რა ეს არის? ბიჭო, ეს არის მე. კარგი, წავედი ყავი. მოდის. მოდის. ხო, მაგის. ვიღაცა გამოიცახა. წამოდი. მოდი, გამოვიცახე. წამოდი, წავიდეთ. ძაღლი ამოვიდა კუთხიდან. რასაკეთებ? გამარჯობა. გამარჯობა. გამოგიარე, შენ სანახავთ მოვედი. ვინ გეკაჩებოდა? მოგწონს? შენია? ჩემია? ხო, დავინახე თუ არა ეგრევე შენ გამახსენე. იკა. ვაიმე, რა საყვარელია ის ვიდან? იცი, სოფელში ყველა სენატრები დაგვივიწყე. გასიზამ. ხო, ბიჭებმა მოგიკითხეს. მადლობა. მე წავალ მაშინ. კარგი. კარგად. სად არიან ახლა? მე მგონი არ გვიღებენ. აი მეტი არ მინდა, ახლა კარები არ გაგვიღოთ რა.
გამარჯობა. თქვენ ნამდვილად არ გელოდით. შეიძლება შემოვიდეთ. მოგზავნით. ცოტა არეულები ვართ ხო? ავეჯიც გადაგიადგილებიათ. ლალი, ნახე ვინ გვესურნენ. გამარჯობა. დაბრძანდით. ნამდვილად არ გელოდით, იცი? ხო, ვერც მე ვერ წარმომედგინე, რომ თქვენ კიდევ შეგხვდებოდით. აღარ შემოგთავაზებთ. არა მადლობა. არ არის საჭიროა, ყავის დასალება და საჭორაოდ არ მოსულვართ. მაშინ გისმენთ. და გხვდებით, რისთვისაც მოვედით. რა თქმა უნდა, ყველაფერი ნათელია. მაშინ პირდაპირ გეტყვით. სირცხვილია, რაც თქვენ გააკეთეთ. რა არის სირცხვილი? აი ამას რო კითხულობთ, კიდევ უფრო უარესია. მოიცალია გენაცვალე ხლა შენ აქ ჭკუის დასარიგებლად მოხვედი თუ ვერ გავიგე რა. სკლეროზია მქალს. ანდერძი როგორ დააწერი? რას კადრულობ ახლა? მე ვკადრულობ? იმაზე ვლაპარაკობ, რაც თქვენ ჩაიდინეთ. ვინ გითხრათ ეგ სისულელე? აბა ანდერძი როგორ დააწერინეთ? ქალი წლებია არ გინახავთ, საერთოდ მისი არსებობის შესახებაც კი აღარ იცოდით და უცებ თალიკო ბინა გაჩუქათ, არა? მომისმინე გენაცვალე. თალიკო ჩვენი ნათესავი იყო. და აი ეს ბინა კანონით ჩვენ გვეკუთვნოდა, გასაგებია. რომელი კანონით? აი მაგ კანონით თალიკოს მოვლა არ გევალებოდათ, ეს ბავშვი წლები რო იტანჯებოდა. იტანჯებოდა. ვინმე მსთხოვა თუ რა? იქნება ბინას გამოკრა ხელიო და ჩაუსახლა. ერთი წუთით. ბაიას თქვენ არ იცნობთ. ასეთ რამეს არ იკადრებს. თქვენგან განსხვავებით ბოდიში, მაგრამ ესეა. უყურე ამას. შენ საერთოდ ვინ გეკითხება? კანონის ძალით თუ არ ვიცი როგორ ბაი ამ ბინას დაიბრუნებს. შენ საერთოდ გამაგებინ ერთი ვინ მიგდიხარ რა? და რატომ არის შენი გადასაწყვეტი ეს ბინა მიდარჩება, ა? ნუ ხვირი ხარ ბაზრის დედაკაცი. რასავითო? ამას დამიხედეთ, გაეთვრიეთ გარეთ, ახლავე პატრულს დაუძახე. დაუძახე, ერთი დაუძახე. სულ არ მეშინია სხვათა შორის პატრულის. და თქვენთვის უარესი არ იყოს, დაუძახე. მოიცა ერთი რა არის ჩემთვის უარესი გამაგებინე? შენ კაცო ხო არ გავიწყდება რომ ჩემს სახლში ხარ. ჩემს კუთვნილ სახლში, რომელიც დამიტოვეს და სხვათა შორის ცნობაც მაქვს. აი ეგ ცნობაც იმ საცოდავ ქალს მოპყუებით დააწერინეთ. მოიცა, გამიდიხარ, მოიცა, ნახე. ნახე. აი, არ გაინტერესებს, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ახლები ვართ. თქვენთან ნორმალური ლაპარაკი არ შეიძლება, ორივე ბაზრის ქალები ვიყვირი ხარ. ვინ არის ბაზრის ხალი ხა? და ჩამომივარდოთ დაგვიშვებ სასამართლოში შევხვდები. ხეხები რა გამიხედო? დაურეკი აკაკის. უზდელი ხალი ეს. უტუცი. რა შევხვდეთ? ჯერ არაფერს რაც გახვდებით. კარგი. გამარჯობა. ცაცია როგორ ხარ? კარგად შენ? სამსახურში როგორ მიდის? ვიცი, კარგად ყველაფერი. რა შევკვეთავთ? არაფერი არ მინდა, მადლობა. აი რაც იმი ყავა ნაყინი. არა, მადლობა, მართლა არ მინდა. 2 წვენი მომდა. სუკა, უნდა ვილაპარაკოთ ჩვენზე. ვილაპარაკოთ. უბრალოდ თან არ მინდა რომ რაღაც ძალიან ბანალურად გამომივიდეს, მაგრამ მართლა ძალიან კაი ბიჭი ხარ. და ძალიან მიხარია რომ შეგხვდი და მომიწია შენი გაცნობა. თათია მოხდა რამე? არა, არაფერი არ მოხდა. უბრალოდ ვიცი რომ მოგწონო ვარ და მე იგივე დამოკიდებულებით ვერ გიპასუხებ რა. და საჩუქრებისთვისაც ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ამ საჩუქრს ვერ ავიღებ რა ზოგადად. თათია ეს საჩუქარი მინდა რომ გქონდეს შენ. არ შემიძლია ვერ ავიღებ სუკა რა. ბოდიში კარგი. კაი, რავი როგორც გინდა. კარგი, უნდა წავიდე მეჩქარება ძალიან. კარგი. არა, მე თქვენთან. კარგი. აი, კარგი.
ძალიან შეგაწუხა. ვიფიქრე რომ უნდა მოსულიყავი და. მე ქაიყა, ჩემი ყოფილი შეყვარებული. არ ვიცოდი. და აი კიდე არა უშავს, просто ყოველდღე მირეკავს, აღარ შემიძლია. და აქ საიდან გაჩნდა? აი, ასე არ ალბათ სახლიდან გამომყვა. გასაგებია. რაღაცა ცუდად თუ გამომივიდა ბოდიში რა, მაგრამ ვიფიქრე რომ ესე უფრო მარტივი იქნებოდა რა. არა, პირიქით. მე დაიწყებოდა რომ შენ რა გინდა ამ გოგოსგან და რა. თუ შერიგება მოგინდება, ეტყვი რომ დავშორდით ხო რა. უფრო მარტივი იქნება ეს. შენ ველოსიპედით რატო არ ხარ? რაც ფეხით მომიდა გამოსეირნება და გამოვედი. მე კიდე ისე მომენატრა ველოსიპედი, რომ მეცადინობას დავიკიდე და ეგრევე აქ წამოვედი. კაია. ცოტა იმ დღეს საწახვადი 5 წუთით გავედი და აღარ დამხვდი. აუ დამირეკეს და სასწრაფოდ გავედი, ვეღარ დაგემშვიდობეთ რა. რა, რატო რა მოხდა? ჩემი მეგობარი გახდა ცუდად რა. მშვიდობა? ავარიაში მოყარა და ძალიან ცუდად იყო რა. ხო, ეხა კარგად არის უკვე რა. და დღეს რომ მიხვედით, რა მოხდა? არაფერი, იყვირეს, ბევრი იჩხუბეს, ბოლოს წვირწინ აგვიფრიალეს ფურსელი და წამოვედით. და მანამდე რა ურთიერთობა გქონდათ? რა ვიცი, კარგი ურთიერთობა გქონდა. ნორმალური ქალები იყვნენ. აი, თალიკოს დაბადების დღე მიულოცეს, სხვა დღესასწაულებსაც გილოცავდნენ. ხო, პანაშვიდებზე და გასვენებაშიც იყვნენ. და ქუთაისში რო წავედი, გასაღების ასლი დაუტოვე. ყვავილებს მორწყავთ, სახლს მივხედავთო. ანუ მანამდე საერთოდ არაფერი არ შეგინიშნა. არა, არაფერი. რა ეშველება ახლა ამ საქმეს? არის დაბრუნების შანსი? რო არ მოგატყუოთ სტართული საქმეა რა. არ მინდა რომ წინასწარ რაღაცა იმედები მოგცეთ. რატო? შენს და თალიკოს შორის. რამე გაფორმებული თუ ქონდა, რომ შენ ბინა უნდა დაგჩენოდა. აი ესე ფურცელზე არა, მაგრამ სიტყვიერი შეთანხმება გქონდა. მამა ჩემს უთხრა, სანამ სწავლობს, ჩემთან იცხოვროს, მომიაროს და ბინას დაუტოვებო. და მამა სად არის ახლა? გარდაიცვალა. მოკლედ, თქვენ სიტყვიერ შეთანხმებას მათ ანდერთან შედარებით ძალა არ აქვს. ხო, მაგრამ იმათმა ხელი მაშინ მოაწერინეს, როცა სკლეროზი ქონდა. ხო, და თან გასარკვევია ნამდვილად თალიკოს ხელმოწერაა თუ არა. ხო, ნუ ეგეც დასამტკიცებელია. თქვა დავამტკიცეთ, რომ თალიკოს ხელმოწერა არ არის. კანონი შენს მხარეს მაინც არ არის, იმიტომ რომ სისხლით ნათესავი არ ხარ. რაღაც გარემოებების გადახედვა შეიძლება, უბრალოდ მე ახლა ზედაპირულად გიხსნი, რა შეიძლება რა მოყვას. დავამტკიცეთ, რომ თალიკოს ხელმოწერა არ არის, მე უნდა დავამტკიცოთ, რომ ბინა შენ გეკუთვნის. ხვდები ხო რამხელა საქმეა? კი. მაგრამ თუ შენ ფიქრობ სარჩელის შეტანას, მითხარი და პრობლემა არ არის. კი, შევიტანოთ. ძალიან კარგი. მაშინ მე ამ კვირაშივე მომამზადებ საბუთებს, გადადება აღარებს, ხო? რაც უფრო მალე იქნება, მით უკეთესი. ძალიან კარგი. Perfect, Vako. შეყვარებული ხავს? მოდაი შენ შეყვარებულს აჩქია ეს. მაგრა გაუწდოდ. რა ფული მაგა გუშინ ხომ მოგეცი? ბატის ჩამეთი ხარ? ჯერ ვერ ჩაბოვალო რა. რას ნიშნავს ჯერ ვერ ჩამოხარ? რა რაღაც სამსახურის პონტი გაიჩიტა და უნდა დავრჩე გაროჯი. აბა რა ხდება? აი. რა უქნია ისულე უძახსა?